ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადება მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟი მიმდინარეობს. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა თქმით, შვეიცარიული ბანკი ამ პროცესში მას შემდეგ აქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა Deep State-ის მიზნებზე ისაუბრა. ბანკი სამართლებრივი ხელშეკრულებების, ევროპოლთან არსებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საფუძველზე ვალდებულია, რომ გამოძიებას გადაწეს შესაბამისი ინფორმაცია, არ დაბლოკოს ეს ინფორმაცია, არადა აბსოლუტურად სხვა სიტუაციას ვაწყდებით ჩვენ ამ შემთხვევაში, რაც არის კიდევ ერთხელ პირდაპირი დასტური იმის, რომ ბაჩიაშვილი სარგებლობს გლობალური ძალების ფარველობით და კარნახით. ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნა ხელოვნურად, ბაჩიაშვილისთვის ხელის დაფარება, მის შესახებ ინფორმაციის არ გამჟღავნება რისი ვალდებულებაც, ანუ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებაც გააჩნია ბანკს, პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სწორედ ეს გლობალური ომის პარტია, გლობალური ნეგატიური ძალები მოქმედებენ კოორდინირებულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან გაკეთებული მორიგი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს გარკვეულ კოორდინირებულ პროცესთან, რომლის მიღმაც იკითხება გლობალური ომის პარტიის ხელი. თუკი ჩვენ წინა დღეებში მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკი ჯულიუს ბეარი თავს არიდებდა კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც უკავშირდება ამ შემთხვევაში თავისი კლიენტის შესაბამის ნებას, შესაბამისი აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით. დღეს უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება ის, რომ აღნიშნული ბანკი, ასე ვთქვათ, თავს არიდებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. როდესაც გამოძიება ცდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ და არის უწყებები, რომელთაც შეუძლიათ ღირებული ინფორმაცია მოუგვაწოდონ, ამ შემთხვევაში გამოძიების დაინტერესება არის ლოგიკური, თუმცა აბსოლუტურად ალოგიკური არის ბანკის მხრიდან ამ თანამშრომლობის იგნორირება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ Deep State-ს აქვს საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა შვეიცარიულ საბანკო სისტემაზე და სწორედ ამ გავლენების მეშვეობით ხდება ხელის დაფარება კონკრეტულ შემთხვევაში ბაჩიაშვილზე, იმისთვის რომ კონკრეტული საკითხი და გამოძიება წინ არ წავიდეს და ამით ლავაც შეიზღუდოს ის უფლებამოსილება, რომელიც ანგარიშების განკარგავი პირის უფლებებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით ეს შესამჩნევი გახდა სწორედ 29 აპრილის პოლიტიკური განცხადების შემდგომ პირდაპირ მიუთითა ბანკმა, რომ მათ შეეძლო უნდა დაეხურათ ანგარიშები სწორედ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და ცალკე განხილვის საკითხია ის, რომ ბანკი საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევით არ თანამშრომლობს ევროპოლთან და უარს ეუბნება საქართველოს შესაბამის ორგანოებს ბაჩიაშვილის თავობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე. ეს ერთი შეხედვით ორი სხვადასხვა რამ არის, თუმცა ორივე თემა არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან და წარმოვიდგინეთ ბანკი არაძლევს შესაბამის უწყებებს ინფორმაციას სწორედ იმის გამო, რომ ბაჩიაშვილი ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სისხლისამართლებრივ საქმეებში. ბაჩიაშვილი, რომელიც ცნობილია ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონების სავარაუდო იმიტაციებით, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს ოპოზიციურ ფლანგზე, აფინანსებს სავარაუდოდ მათ შორის იმ აქციებს, რომლებიც ტარდება